ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ირაკლი კობახიძეს. პირველში ოლიმპიადასთან დაკავშირებით რომ გითხრათ, მქონდათ გუშინ შესაძლებლობა რომ დასწრებოდეთ ღონისძიებას, სამიც ასევე მიიღებას და ტაბეში მიაწექი რა. დაწინაურებული ვართ ისეთი მომენტები, როდესაც ვიამაყებთ ჩვენი ათლეტები. დღეს გაიხსნება ოლიმპიადა 26 რიცხვში, 26 კარგად გვაქვს დაცდილი, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. გვაქვს არაჩვეულებრივი გუნდი, რომ გადახედოთ შემადგენლობას, საუკეთესო შემადგენლობა ჩვენი სპორტსმენების, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზში ოლიმპიადაზე. აქედან გამომდინარე ყველანაირი სასტარტო, ასე ვთქვათ, საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გყავდეს ამ ოლიმპიადაზე და რა თქმა უნდა ყველა ჩვენ სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას. ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება და ის საფრთხეები, რომელიც არსებობს, აღკვეთა ამ ყველაფრის ჩვენ მოვისმინეთ. ამ თემთან დაკავშირებით კომენტარები თქვენ როგორ შეაფასებთ, რამდენად ხედავთ ამის საფრთხეს და საერთოდ რას უკავშირდება? ჩამოვედით ლეველის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივად თითოეული ქართველისთვის. ლეველის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალთაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და მას ემსახურება, რა თქმა უნდა, ის სამუშაოები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. კამერების წინ შემოგვიყვებით ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ტერორისტული აქტი, საფრთხეები. თქვენ როგორ აფასებთ არსებულ სიტუაციას, რას უკავშირებთ და როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? როგორც საერთაშორისო კონტექსტის, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება გქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დავაგვირდეთ გამოძიებას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ გასაკვირი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საერთოდ არ არის. მით უმეტეს მათ შორის იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი ევროკომისრის პირით ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირდაპირ გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარაგდეს. ერთ-ერთი კორექტივი რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს, ხო? შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის გათვალისწინებით, საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით და კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელწერის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის თავარია, რომ ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის აქტების პრევენციისთვის. შეიძლება იქნას შეიძლება იქნას ამ ინგლისის მიღმა და ერთი კითხვაც სპეცსამსახურებმა თუ გაატარეს აი კოლექტიური სამსახურიდან გაატარებენ იმისთვის რომ წინას არჩევნად იყოს მძიმე შედეგები თავიდან აღიარებული. რა თქმა უნდა, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ განხორციელდეს, ვერ განხორციელდეს. ეს არის რა თქმა უნდა სახელმწიფოს ამოცანა. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მუშაობს გამართულად, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ასეთ ასე ვთქვათ გეგმებს თავიდან ბოლომდე დაუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლება გქონდეს ასეთი ინტერესი, თქვენ ხედავთ, ვის აქვს ზოგადად არასწორი ასე ვთქვათ, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ, ხო? იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო გორდული ძალები, რა თქმა უნდა, არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზეც კიდევ ხავთ ანტისახელმწიფოებრივი და ქსენოფობიური განცხადებები შეცვალეს და ახლა რუსეთთან ვაჭრობაზე და რუსი ტურისტების დაგარ მიღებულ მოსავალზე ალაპარაკდნენ, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? ოპოზიციამ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ გახდეს ბჭყალებში პრორუსული. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ეს შემდეგ. ახლა რის გამოც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად, ხო, საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესოთ სანქციები რუსეთის მიმართ და ამ შემდეგ.
დღეს ალბათ მოისმინა ყველამ პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურად გაიხსენა შალვა ბაბუაშვილმა თითეული განცხადება, რომელიც იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, რისკის, ასე ვთქვათ, ქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ ჩართულიყო პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში. ეს არის განცხადებები, ეს არის არქივი, რომელსაც ვერ გაექცევიან ეს პოლიტიკური ძალები. დღეს ხედავენ ესენი როგორია საზოგადოების განწყობა, საზოგადოება აფასებს იმ მიდგომას, რომელიც ჰქონდა ჩვენ ხელისუფლებას ამ 2 წლის განმავლობაში, რის გამო ჩვენ ოპოზიციამ და მათმა მეგობრებმა გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად და ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ ჭყალებში პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. ეს ყველაფერი მეტყოლებს ერთი ორმაგ სტანდარტებზე და მეორე, ისინი გათვლებს აკეთებენ არასწორად, მათ გონიათ, რომ მარტივად შეიძლება ხალხი მოატყუო და ხალხს შეიძლება დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა გასული 2 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ხალხს არაფერი ავიწყდება, აქედან გამომდინარე, ისინი იმ 30%-მდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, მე ასე მგონია, რაც დღეისათვის დღემდე ჰქონდათ. მათ რეიტინგების მიხედვით, რა თქმა უნდა, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოებამ ხარს არ დაუჭერს. თქვენით რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთობლივ შეხვედრებს ატარებენ წინასაარჩევნო შეხვედრებში, მართლა გულს აქვს შეკითხვა ამ შეხვედრების დაფინანსებასთან, იმ დონორებთან დაკავშირებით, რომლებიც მოგვიანებით უნდა დააკვირდნენ არჩევნებს. რამდენად არის შეუთავსებელი ერთმანეთთან ეს ყველაფერი, ერთის დაფინანსება, როდესაც აკვირდებოდი არჩევნებს ამაზე რა შეიძლება. რა თქმა უნდა, აქ არის სრული შეუთავსებლობა, არ შეიძლება ერთი მხრივ გერქვას ფორმალურად თუნდაც მიუგერძელებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, ხო? ნუ ეს რა თქმა უნდა აბსოლუტური შეუთავსებლობაა, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ დარღვევა რჩება დარღვევად და წინააღმდეგობა რჩება წინააღმდეგობად, ხო? არ შეიძლება გერქვას დამკვირვებელი ფორმალურად მაინც და ამავდროულად იყო პირდაპირ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის, ხო, არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუმატონ რეიტინგი, თუმცა ვხედავთ ამის მცდელობას, ხო, ეს არის უსუსური მცდელობა, რომ რამენაირად 1% მაინც მოუმატონ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, თუმცა ესეც არის, რა თქმა უნდა, წარმატებლობის განწირული. ბატონო ეკეზე-სულთან, როგორც გავწოდა ინფორმაცია, იმყოფებოდა დიმიტრი ჩიკოვანი, გიორგი ნორმანია, კიდევ რამდენიმე პირი მათი უახლოესი გარემოცვიდან და იყო ასევე ინფორმაცია ის შესახებ, რომ მას სურს წინასაარჩევნო და იმ პროცესების კონტროლი. თქვენ როგორ შეაფასებთ, რა შანსები შეიძლება იყოს, რა შეიძლება გეგმავდნენ და თქვენ ნუ გეზერაშვილის მეშვეობით დიდი ხანია ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის საარჩევნო პროცესები, ეს არ არის ახალი მოვლენა, მას აქვს მიღებული თავისუფალი მიმოსვლის გარანტიები მის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე ჩვენს ქვეყანაში. მას ჰქონდა ვისაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული, ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში გეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართულ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ პირობებშიც კი მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში, ამის სანაცვლოდ მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. დაახლოებით 1 წლის წინ, თვეებია ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა შეხვედრა ვიწრო წრეში, სადაც გააცნო საკუთარ თანამოაზრეებს ასეთი გეგმა, ის გეგმავდა $15 მილიონი დახარჯვას ამ არჩევნებზე, მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ $15 მილიონი თავს მოუყრიდა მისი მეგობარი ნაცმოძრაობის მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით და მან თქვა ასეთი რამ, დამატებით ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, $15 მილიონი ჰქონდა მას მოაზრებული NGO-ების დაფინანსების ნაწილში, რომელთან ხაზე იყო საუბარი, ამაზე საზოგადოებას შეუძლია იმსჯელოს. ხო, ეს იყო ის გაუმჭვირვალე თანხები, რომლებიც საქართველოში ხმარდება არჩევნებს NGO-ების გავლით. რა თქმა უნდა, მას აქვს ასეთი დავალება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ
ვერც ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მიცის ვინ არის გეზერაშვილი, ყველა მიცის ვინ არიან დანარჩენი რადიკალი ოპოზიციონერები, აქედან გამომდინარე მათ დარჩებათ ის რეიტინგი მაქსიმუმ რაც აქვთ დღეს, თუმცა ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, ჩვენი ამოცანა იცით რაც არის, დღეისათვის გვაქვს დაახლოებით 60%, თუმცა გვინდა რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. მაღალი ლეგიტიმაცია გვჭირდება არა მხოლოდ იმისათვის, რომ შემდეგი 4 წელი გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებაზე სრუნა, არამედ გვჭირდება იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამარცხდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა და შესაბამისად ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის გარედან ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა. მადლობა.